ყოფებით ეხა ცხეთის რაიონში, სოფელ წილკანში. კავატონი ჟუჟუნა გზირიშვილის ოჯახში და მინდა ერთი ძალიან მოკლედ გიამბობთ, ერთი ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული ამბავის თაობაზე, რომელიც ჩემი ღმერთმენით, ძირფას მეგობრებო, ნათლად ასახავს, ალბათ ყველაზე ნათლად ასახავს ამ ხელისუფლების შესაძლებლობებს და რეალურ სახეს და თუგნებად დეფექტს, რომელიც არის მკაფიოდ უკვე დანახული მთელი საზოგადოების მიერ. 13 ივლისს კავატო ჟუჟუნას გარდაიცვალა, 13 ივლისს, ხო? კავატო ჟუჟუნას გარდაიცვალა მეუღლე, რომელიც იყო მძიმე დაავადებული ბოლო 2 წლის განმავლობაში და თირკმელები გაეთიშა, საჭიროებდა დიალიზით კუნგალობას. დახმარებისთვის მიმართა მცხეთის მერიას. და 4 თვის თანხა, როგორც მოხდა 80 ლარის ოდენობით, ჯამში 320 ლარი, ჩაურიცხეს ოჯახს. და ეს თანხა რისთვის იყო? ისეთი გზავრობის თანხა იყო, რომ თბილისში ჩასულიყვნენ უბრალოდ სამკურნალოდ. და ჯამში რა მოხდა? პარალელურად ოჯახს შეუწყვიტეს და შეუწყვიტეს უნდა ითქვას სოციალური დახმარება, რომელსაც იღებდა წლების განმავლობაში კავატონის ჟუჟუნას ოჯახი 150 ლარის ოდენობით. ანუ რა გამოდის? ოჯახი, რომელიც იყო, თქვენ ხედავთ, აი აქ ცხოვრობენ. უკიდურესად არის მატერიალურად გაჭირვებული ოჯახის ყველა წევრებით. სხვა გზა არ ქონდა და მიმართეს დახმარებისთვის მერიას. მერიამ როგორც იქნა აღმოუჩინა ეს 320 ლარის ოდენობით დახმარება, მაგრამ შეუჩერეს სოციალური შემწეობა. საფუძვლად ეხაც ოფიციალურად ეს დაურდეს, ხო? ანუ რახანო თქვენ აიღეთ დახმარება და მიიღეთ მერიისგან, მცხეთის, ესე იგი სოციალური დახმარება აღარ გეკუთვნითო. აი ძალიან ეთქოთ, უბრალოდ მინდა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს ის, რაც აი თქვენს თავს მოხდა და გადახდათ. ანუ თქვენ მიმართეთ მცხეთის მერიას, მეუღლე, რომელიც ჩასვეს სახელმწიფო პროგრამაში და იტარებდა კვირაში 3 დღე დიალიზს, გამგეობის მხრიდან, გამგეობის სოციალური სამსახურის მხრიდან გზავრობისთვის ეძლეოდა 80 ლარი, რომელიც 4 თვის ერთად ჩაირიცხა, რომელიც აღმოჩნდა ჩვენთვის შემწეობის, სოციალური შემწეობის მოხსნის საფუძველი. ანუ ოფიციალურად გითხეს, რომ იმიტომ კი, შევეკითხე მე, რომ აი დანახა აგენტმა ჩემს სახლში ისეთი, რომ 65,000 ქულა მომეცა. ისიც მჭირდებოდა უფრო, იმიტომ რომ სამედყოფოში მქონდა პროცენტები გადასახდელი ხოლმე და 1 წლის უკან 900 ლარი დავამატეთ მცხეთაში. სტენტინების და კუნგალობის ფული, კი. სამედყოფოს ვალი კი, ის რო გადამეხა და აი ეს გამოჩნდა საფუძველი იმისი. აღმოჩნდა კიდე რომ 100 ლარი სამედყოფოში შესატანი ერთჯერადი დახმარება ვთხოვე გამგებელს, რომელმაც აღმომიჩინა დახმარება და ჩამირიცხა მერიამ. ეს 100 ლარით დაერთო ამას. კიდე და ეს ხარჯებს რომ მოუყარეს თავი, ის არ იფიქრეს, რომ ეს დიალიზი თავადმყოფი იყო და ეს არ იყო მისთვის საკმარისი თანხა, რომ გამორჩენაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი, მაგრამ სიცოცხლის გახანგრძლივობაზე იყო აქ ლაპარაკი. მაგრამ თითქოს ვიღაცამ ხელფასი ჩამირიცხა, თითქოს ვიღაცამ მაჩქა, გამოაჩინა სოციალურმა სამსახურმა ესეთი სახით. და ეს 80 ლარი, როგორც უკვე ვთქვით, თბილისში ჩასულიყო. კი, მგზავრობის ხარჯი. ტრანსპორტირების ფული. ყველა დიალიზიანი იღებს ამ თანხას აბსოლუტურად. სახელმწიფო პროგრამით არის ეს გათვალისწინებული. აი ეს ვითარება, ჩემო Facebook მეგობრებო, ძალიან სამწუხარო, მინდოდა კიდევ ერთხელ გაგეგოთ თუ რეალური ვითარება ქვეყანაში როგორი არის. აი ეს არის სამყარო, რომელსაც არ ცნობს და ქვეყანა, რომელსაც არ ცნობს ქართული ოცნების ხელისუფლება. პარალელურ რეჟიმში ხედავთ, როგორ ზრდიან ადმინისტრაციულ ბიუროკრატიულ ხარჯს და ბოლო 3 წლის განმავლობაში 655 მილიონი ლარით გაზარდეს გადაბერეს შტატები, ამ ქვეყანას მილიარდერი მართავს და ათასობით ოჯახებს ექნება სოციალური დახმარება. არა მხოლოდ წილკანში, იგივე ვითარება არის სოფელ ნიჩბისში, გალავანში, საგურამოში, წეროვანში, ძეგში, ბოლო 2 წლის განმავლობაში ძირითადად ვარ, პრაქტიკულად ყოველდღე ვარ მცხეთა-მთიანეთში. დღე არ გასულა, როცა არ შეხვედრი ვარ სოციალურად დაუწეს, რომელსაც უსამართლოდ მოუხსნეს დახმარება. ამიტომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე დიახაც ერთადერთ ხსნას, რომ ეს სოციალური უსამართლობა აღმოიფხვრას, ხედავ მილიარდერის მართვის ადავებიდან ჩამოშორებაში. ეს არის ერთადერთი ხსნა. იმიტომ რომ ამას აკეთებენ უკვე ღიად, დემონსტრაციულად, მოურიდებლად და ამას ადეკვატურად უნდა უპასუხოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ და დაწუნებულობა, რასაც იქნება მიმდინარე წელს.
დიდი მადლობა. ო, ანუ აქ ეხა